გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. გილოცავთ შობას ახალ წელს. დიდი იმედებით უნდა დავიწყოთ ახალი წელი. ასეა ყველგან ადამიანში, ოჯახებში, ქალაქში, რაიონში, სოფელში იმედები მაინც იმედს მაინც განსაკუთრებული პატივით უნდა მოვეკიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი რამ გვაწუხებს, ირგვლივ ბევრი პრობლემაა, მაგრამ მაინც იმედით უნდა ვიყოთ. დღეს მართლმადიდებელი სამყარო შობის დღესასწაულის ზეიმს იწყებს და ეს განსაკუთრებულია ჩვენთვის ეს განსაკუთრებულია ერთი დიდი პოეტი ამბობს სილეციუსი რომ 1000-ჯერ რომ დაიბადოს ქრისტე ბეთლემში თუ შენს გულში ყოველ წელს არ დაიბადა და ყოველ წამს არ დაიბადა მაინც დაღუპული ხარო დღეს იმით არის განსაკუთრებული რომ შობას ყველა ადამიანი ცდილობს რომ მის გულში დაიბადოს ქრისტე იესო დაიბადოს მის გულში ეს განსაკუთრებული მოვლენაა მე დავამთავრებ ამ შეხვედრას ამ პირდაპირ გადაცემას და მივდივარ გელათში მიუხედავად იმისა რომ მთავარ ტაძარში წირვა არ იქნება მაინც მის ტერიტორიაზე მეორე ტაძარში შევხვდები შობას ტრადიციულად მე გელათთან ვაკავშირებული პიროვნება ვარ გელათში ბავშვობიდან და ხუმრობით იმასაც ვამბობდი რომ ჩემი ბიოგრაფია არის გელათიდან ბაგრატამდე და ამას ბევრი ხვდებოდა რომ ეს რა გამდიდების მანია შეპრობია ვარა ეს იყო მარტივი რამ ჩვენი საბავშვო ბაღი გელათს სეზონში იყო და მეზობლებში ცხოვრობდით გელათს სეზონში რამდენიმე ესე იგი საფხული გაატარა იმ საბავშვო ბაღმა სადაც მე ვიყავი და რასაც მაშინ ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის რასაც ხელით ვეხებოდი ანუ ტაძარი შენობა თუ უპირველესი და უმთავრესი ჩვენთვის დავით აღმაშენებლის საფლავი ეს იყო მხოლოდ ის რასაც ხელით ვეხებოდი რას ნიშნავს ბაგრატი ბაგრატის 1000 წლის თავის ზეიმში ზეიმის დროს მე მივხვდი რომ ჭეშმარიტება არის ის რასაც გონებით ვწდები ანუ მე ჭეშმარიტებას ბავშვობის დროს ხვდებოდი ხელის შეხებით ხოლო დღეს რეალურად იმით რისაც გონებით ვწდები ასეა ყოველი ადამიანი ეს არ გაგიკვირდეთ რა ვთქვი ამიტომ გელათში დღეს ვილოცებ იმისთვის რაც კარგია რაც ძლიერია რაც აძლიერებს საქართველოს და ვილოცებ იმისთვის რომელ პროგრამასაც ვაყალიბებთ დღეს პირველი გადაცემაა ჩემი ამ წლის და საერთოდ მე მგონი ტელევიზია ქართულზე პირველი პირდაპირი გადაცემაა ამიტომ მე ამ პასუხისმგებლობით ვზივარ აქ და ეს განსაკუთრებულად გვაქვს ჩაფიქრებული იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ერთი ნაჩვენები იქნება რამდენიმე წუთიანი ჩემი გამოსვლა რომელიც ინგა გრიგოლიასთან 2000 წელშია და მე თქვენ გაგიკვირდებათ ბევრი რამ თავიდანვე მინდა გაგაწყოთ ამისთვის მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი კეთილგანწყობით შეხვდა ჩემს პოზიციას რომ ამ წლიდან ანუ 2026 წლიდან შევდივარ აქტიურ პოლიტიკაში ეხლა ვინმე იტყვის რომ მუდმივად ვიყავ კი ბატონო მაგრამ აქტიური პოლიტიკა ნიშნავს იმას რომ ჩვენ რაც აქამდე შევქმენით ანუ ის პროგრამები რომელსაც უგზავნიდით ხელისუფლების წარმომადგენლებს და აბსოლუტურად ნოლი ყურადღება, სრული იგნორირება. გაგრძელდა ის კურსი, რომ შვა უნდა გაიკრიფოს, ანუ ის შვა რას ნიშნავს, ესე იგი ვისა და ვის შვა, ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შვა, ვინც იყო, ეს განაცხადი გააკეთა მაშინ ბატონმა ბიძინავანიშვილმა და ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია გამოაცხადა. ჩვენ მაშინ ავტეხეთ განგაში და ვთქვით რომ შეცდომაა ეს არა იმიტომ რომ ვუმტროთ ერთმანეთს და ვეჭხუბოთ არამედ არც კოჰაბიტაციაა მართალი და არც შუის გაკრებაა მართალი იმიტომ რომ პრაქტიკულად თქვენ ამბობთ რომ ორი ძალა ვართ ამ ქვეყანაში ნაცმოძრაობა და ოცნება მართალი გითხრათ იმდენად დიდი პროპაგანდა ჰქონდათ ამისი და იდეოლოგიური მხარდაჭერა რომ დაარწმუნეს საქართველოს მოსახლეობა რომ ამ ორი ძალის გარდა სხვა არ არსებობს და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენთვის ეხლა დღეს რეალურად მე ეჭვმეპარება რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან მის დამსხვრეებთან ერთად 10-15%-ზე მეტი უჭერდეს მხარს ოცნების ჩათვლით და იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან მის დამსხვრეებს და ერთი საქართველოს მოსახლეობის 15% უჭერს ერთ მხარს მეორეს და
ეს 15% ხელისუფლების 15%, ოპოზიციის 15%-ს ეძახის მტერს, ხოლო ოპოზიციის 15%, ხელისუფლების 15%-ს ეძახის მტერს. ეს ტრაგედიაა საქართველოსთვის. მესტიერთა კონგრესის ის მთავარი შეგონება, რომელიც დაეყრდნობა ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას, რომ ქვეყანა ბევრჯერ იყო კრიზისში, მაგრამ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, ჯერ კრიზისში ბევრჯერ იყო და ყოველთვის კრიზისში იყო მაშინ, როდესაც შიგნით იყო დაპირისპირება და კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა კრიზისში მყოფი ძალები ერთმანეთში პოულობდნენ ასე იგი საერთო ენას და ერთიანდებოდნენ ქვეყნისთვის, ან იქმნებოდა რაღაც გარკვეული ჯგუფი ძალა, რომელიც იღებდა პასუხისგებლობას და არა რომელიმეს წინააღმდეგ ბრძოლით, არამედ საქართველოსთვის ბრძოლით აერთიანებდა ქვეყანას. ეს მომენტი შემთხვევით არ გავიხსენე. რაც დრო გადის, ჩვენ ეს ორი ძალა კიდევ უფრო მტრული ხდება ერთმანეთისთვის და ერთმანეთს აძლიერებენ და ერთმანეთს ინარჩუნებენ ხელისუფლებაში, მართლაც ქვეყანა დაარწმუნეს იმაში, რომ ამად გარდა არავინ არის, არადა ეს უდიდესი შეცდომაა. შუაში არის 80% საქართველოს მოსახლეობის, 70-80%, რომელიც ქართულად მომართულია, ღირსებითაა სავსე, არ არის პოლიტიზებული, არავის წინააღმდეგ არ იბრძვის, იბრძვის საქართველოსთვის, განწყობილია საქართველოსთვის, მაგრამ ეს 80%, ეს 70-80% არ არის მყვირალა, ეს არ გამოდის ქუჩაში, არ ითხოვს რომ ესროლოთ ვინმეს, არ ითხოვს რომ ვინმე ჩამოვახჩოთ, არ ითხოვს რომ ერთმანეთი ვლანძღოთ, ის სიმშვიდით ქებულია, როგორც იტყვიან ჩვენში და აი ამიტომ ეს სიმშვიდე ცუდად არის გაგებული, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ და ამ სიმშვიდით სარგებლობენ და გონიათ რომ აი ასე უნდა გაგრძელდეს მომავალში. საერთოდ სამწუხარო ის არის, რომ ის ხელისუფლება ტრაგიკულია ქვეყნისთვის, რომელიც ეწევა ოპოზიციის დისკრედიტაციას და ცდილობს, რომ ყავდეს დისკრედიტებული ოპოზიცია. ისევე როგორც ის ოპოზიცია კატასტროფაა ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს იმას, რომ ხელისუფლება იყოს დისკრედიტებული და ან მოახდინოს მისი დისკრედიტაცია. ჩვენი ამოცანა არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული. ხელისუფლების ფუნქცია არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას ორი მთავარი ფუნქცია აქვს, რომ ესე იგი კონკურენტული გარემო ქონდეს ქვეყანაში და ადამიანი იყოს დაცული, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის ის, რომ ადამიანები ერთმანეთთან არ დააპირისპიროს, რომ ეს დაპირისპირება ყოველთვის მტრული ძალებისთვის ხელშესახები და ჩვენ ნუ ეძებთ მტერს გარეთ. მტერი შიგნითაა, როცა ჩვენ ერთმანეთში პირისპირდებით, ვისაც საქართველოს დაპყრობა უნდა, ის ცდილობს, რომ ამ დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ-ერთთან რაღაც კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს და ამისთვის ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. აი ამიტომ დარჩა ეს 70-80% პრაქტიკულად ესე იგი მთავარი ძალა ქვეყნის არის თამაშგარე მდგომარეობაში, როგორც იტყვიან და ესე იგი ეს ყველაფერი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა ყველაფერი გააკეთა. ჯერ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩვენ მას უგზავნიდით მოსაზრებებს, წინააღმდეგებს და ვეუბნებოდით, რომ არაფერი არ გვინდა, გაითვალისწინეთ. რაც არ გაითვალისწინა, იმის გამო დამარცხდა. მოვიდა ოცნება, გაუგზავნეთ ყველაფერი და უთხარით, რომ აი ჩვენი მოსაზრებები განვიხილოთ, მოისმინეთ, ხალხს გავაგებინოთ, უთხრათ, ვიკამათოთ, ნოლი ყურადღება. ანუ შვა უნდა გაიკრიფოს, ესაა მათთვის მთავარი და შვაში ვინ არის? ხელისუფლება ძალიან უადვილდება ბრძოლა ესე იგი აი ამ ოპოზიციის წინააღმდეგ. ისევე რომ როგორც ამ ოპოზიციას უადვილდება ბრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ ერთმანეთი აწყობთ. არც ერთს და არც მეორეს არ აწყობს ის 70-80% მოვიდეს მოქმედებაში. ისინი ცდილობენ იმას, რომ ამ 70-80%-დან მეტი მიიმხრონ სათავისოდ. და თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ როდესაც ვინმე იკითხავს ახლა რომ კი, მაგრამ ძალიან დიდ პროცენტს რომ იღებენ, რა თქმა უნდა, არჩევნების დროს შეიძლება იმდეს არა, როგორცაც იწერენ, მაგრამ იღებენ მეტ პროცენტს, იმიტომ რომ ოცნების ძალიან ბევრ 70-80%-დან ეშინია არ არის
ოცნების მომხრე, მაგრამ ეშინია ნაციონალური მოძრაობის. ამიტომ ის იძულებით ხდება იყოს მომხრე ოცნების. ასევე ძალიან ამ 70-80%-დან, რომელიც ჩვაშია და რომელიც ოქროს ფონდია ქვეყნის და ვინც ამ 70-80%-ს ეკუთვნის, ანუ არ არის პოლიტიზებული, არც ერთ არც მეორე მხარეს არ ეხება, მას მართლაც ოქროს ფონდი ქვია. ესე იგი ეს ცდილობს ოპოზიცია, რომ აქედან თავისკენ მიიმხროს და მიემხრობა ის, რომელსაც ეშინია ოცნების. ოცნება კიდევ უფრო საშიში გახდა ბევრი რამის გამო, თუნდაც აეგერ 13-14 წლის მმართველობის თავზე რა აღმოჩნდა, სრულად კორუმპირებული ძალა, ისევე როგორც ვთქვათ, კორუმპირებული იყო წინა ძალა, ანალოგიურად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყანაში კორუფციის უმაღლესი მწვერვალებისაკენ მიდიან და რეალურად ვითომ ებრძვიან ამას. ჩვენ სწორედ ხშირად გვიმეორებთ ამ დიდ გამონათქვამს, რომელიც მსოფლიო განწყობის გამომხატველია, რომ და საქართველოში ეს ამან განსაკუთრებულად იმუშავა, ვინც ხალხის მხარე დაიჭირა და ვინც ხალხს სიმართლე უთხრა, ხალხის მიერ იქნა უარყოფილი, ანუ მსხვერპლად აქცია ხალხმა საკუთარი თავის მსხვერპლად აქცია ის ძალა, რომელიც ძალაც მისთვის უნდა ყოფილიყო ყველაზე ესე იგი დასაყრდენი და მომავლის საფუძველი უნდა გამختارიყო. მაგრამ ვინც მოატყუა, იმას დაუჭირა მხარი. გაიხსენეთ კარგად დღეს, რომ მე არ მინდა სიღრმეებში შევიდე, მაგრამ გაიხსენეთ რა იყო ადრე ნათქვამი, რომ ვამარცხებთ პროვინციულ დიქტატორს, ასე იყო წინააღმდეგობა, ესე იგი გამსახურდიას წინააღმდეგ, მერე იყო რომ ვამარცხებთ, ესე იგი კორუმპირებულ დიქტატორს, მერე იყო ისევ რომ ასევე პროვინციულ და კორუფციას უკვე ის მეორე შევარდნად ეკუთვნოდა, მესამე უკვე სააკაშვილის და აი ასე ესენი ერთმანეთს ამარცხებენ და ქვეყანა წინ არ მიდის. რეალურად რატო? იმიტომ რომ მართვის სისტემა არ იქნება, არ იცვლება და ყველა ძალა, რომელიც იბრძვის ქვეყანაში, ოპოზიცია თუ ესე იგი ხელისუფლება ორთავენი გარედან იმართებიან, ერთი დასავლეთიდან და მეორე ჩრდილოეთ და აზიური ნაწილიდან. ეს ორთავე ჩვენთვის უბედურებაა, მაგრამ ჩვენ ამაზეც არ გვინდა ყურადღების გამახვილება დღეს და განსაკუთრებული აქცენტი. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ საქართველოს ეროვნული ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები და ფულიანები და ფულის მომცემები. საქართველოს არასოყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა ყოველთვის ცივილიზაციის სათავეებში ვიდექით ჩვენ, ცივილიზაციის მწვერვალებზე ვიყავით მუდმივად და დღეს სოფლიოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ვართ, ამას მეცნიერები უფრო ამბობენ, ვიდრე ჩვენ ამას რეალურად ვითვალისწინებთ ქვეყანაში და ამიტომ საქართველოს აქვს თავისი ფუნქცია შესაძლებელი და ეს ფუნქცია მაშინ შესრულდება, რასაც აი ქვია ის ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ვართ, მაშინ შესრულდება ეს ფუნქცია, როცა შიგნით, ქვეყნის შიგნით დაპირისპირება ნაკლებია, ან ის ძალაა გამარჯვებული, რომელიც პოლიტიზებული კი არ არის, არამედ ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. ის ძალა, რომელიც კამის შენარჩუნებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ამიტომ ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლებისათვის ბრძოლამ, თუ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლამ გააბოროტა ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლამ გააბოროტა ხელისუფლება, ხოლო ხელისუფლებისათვის ბრძოლამ გააბოროტა ოპოზიცია. ხელისუფლებას აქვს ფუნქცია იმისი, რომ ერთ-ერთი ფუნქცია, რაც წინა ორი ვთქვი, არის ის, რომ ძლიერი ოპოზიცია იყოს ქვეყანაში. ძლიერ ხელისუფალს ჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. როდესაც ხელისუფლება არის სუსტი და დისკრედიტაციას უკეთებს ოპოზიციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე რეალურად არის. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ქმნიდეს ძლიერ ოპოზიციას და კიდევ უფრო მეტი საკუთარი ძალა მოყავდეს მოქმედებაში, ესე იგი აკეთებს საპირისპიროს იმ ძალაც კი ვერ მოყავს მოქმედებაში, რომელიც მას გააჩნია. იმიტომ რომ ანადგურებს ოპოზიციას და ხალხის თვალში განადგურებულია დღეს ოპოზიცია. მე ხალხში ვხედავ ძალიან სერიოზულ პროტესტს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ, მაგრამ რეალურად ვინ არის დამარცხებულია საქართველოს, გამარჯვებული არიან ეს ძალები, რომლებიც ოპოზიცია პოზიციაში არიან და ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ იმ ძალას, რომელიც შუაშია.
ანუ იმ ძალას, რომელიც ოქროს ფონდია, რომელიც არ არის პოლიტიზებული. ამ ძალის ორგანიზებაა საჭირო. ამიტომ მე როცა ვთქვი, რომ შევდივარ პოლიტიკაში, ამ ამოცანა რა არის? ის კი არა, რომ თანამდებობებისთვის ვიბრძოლოთ. ეს პროცესია და ყველაფერს დაინახავს ხალხი. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ აი ის პროგრამები, რომელიც შეიქმნა და რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში იმ ბიუჯეტითაც კი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, შეიძლება მინიმუმ 5 და რეალური 10-ჯერ მეტი გაკეთდეს. იმ ესე იგი რომ დღეს რეალურად 1 ლარი ბიუჯეტში შესული აკეთებს მხოლოდ 10 თეთრის საქმეს, მაქსიმუმზე შეიძლება იფიქრო, რომ 5-10 თეთრის საქმეს აკეთებს. ეს ხომ კატასტროფაა. რეალურად რომ სახელმწიფოში მთავრობა, ხელისუფლება მთავარ ფუნქციას არ ასრულებს, ანუ კონკურენტული გარემო არის მისი მთავარი ფუნქცია და მეორე ფუნქცია არის ის, რომ დაცული იყოს ადამიანი. საქართველოში არ არის კონკურენცია, იმიტომ რომ კორუფცია, იქ სადაც კორუფცია, კონკურენცია გამორიცხულია, იქ სადაც ნეპოტიზმია და ნათესავები და ესენი მიდიან წინი კონკურენცია გამორიცხულია და იქ დაცული არ არის ადამიანი. ანუ რეალური დემოკრატია რას ნიშნავს? მისი გემო საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო, იმიტომ რომ არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მისი მთავარი ფუნქცია არ შეუსრულებია. ხელისუფლებები მთავარ ფუნქციას ხედავდნენ მისი წინამორბედის დამარცხებაში და აი ტრაბახობდნენ იმით, რომ ხო დავამარცხეთ და 13-14 წლის თავზე ვლაპარაკობთ კიდე ვინ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც რეალურად რომ არსებობენ, ესეც გაუგებრობაა, როგორ არსებობენ. ალბათ იმ ფულით, რომელიც გარედან მოდის, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულმა პოლიტიკაში აბსოლუტურად ვაჭრული გახადა პოლიტიკა და ბიზნესად აქცია პოლიტიკა, თუნდაც იმის გამო, რომ როცა დაინახეს, რომ დიდი ფულია ბიძინა ივანიშვილისგან, რომლითაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, ამიტომ იმათ კიდე უფრო დიდი ფული უნდა მიცენ ოპოზიციას, და ამიტომ ფული არის დღეს საქართველოში პოლიტიკაში, მაგრამ არ არის მეცნიერებაში, არ არის განათლებაში, არ არის კულტურაში, არ არის სოფელში, არ არის ეკონომიკაში, არ არის ბიზნესში. ანუ ფული არის იქ. და ახლა ვინმე იტყვის ამდენი კომუნალური და სოციალური რამე კეთება. ნუ შეცდებით ბატონებო, ეს კეთება, იმიტომ რომ ამაზე დიდი ფული კეთდება. აქაა ფულის გაკეთების თავარი მახე. აი უცხოეთით რო გეხმარება იმაში რომ გზა გაგაყვანინოს და სესხს გაძლევს. ან თქვა კომუნალური რაღაცეები, ეს რატო? იმიტომ რომ უცხოელები რო შემოდიან აქ ადვილად, ესე იგი მათ კონდეთ აიცი როგორი სახლები აგვაშენებინეს არა იუსტიციის, რატო? იმიტომ რომ ნახეთ რა ხდებოდა იუსტიციის სახლებში ახალი წლის წინადღეებში. პრაქტიკულად ქართულს ვერ დაინახავდით. რაზე ისთვის იყვნენ უცხოელები? ქონებას ისაბუთებდნენ თავისთვის და ეს რეალურად კატასტროფულია. ან ვინც ნახა ახალი წლის წინასაღამოს 31-ში 10 საათიდან 12 ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის პროსპექტზე. მე საქართველოს ესე იგი ნიშანწყალიც კი არ ჩამდა საქართველოსი თუ შენობებს არ იერით მოსახლეობის და ხალხის იერით ვინც იყო რუსთაველის პროსპექტზე, იქ ნიშანწყალიც არ იყო საქართველოსი, რომ აი თუ შეხედავდი რომ ვინც მღეროდა სცენაზე, ისინი თუ იყვნენ ქართველები და აი კანტიკუნდად. მე 2 საათზე გამოვედი ისევ, რომ ვიფიქრე ახლა მაინც იქნება საქართველოს რუსთაველის მთავარ პროსპექტზე, ამ ეროვნულ პროსპექტზე, მაგრამ არა შევწდი მაშინაც რომ აი იქაც კი მაშინ პრაქტიკულად თუ ადრე ცოტა აქ ქართული ხმა მესმოდა, უკვე 2 საათისთვის მხოლოდ სულუცხოელები იყვნენ. ჩვენი მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მე დღეს შეგნებულად ამ ნაწილით დავიწყე საუბარი და ვთქვი, რომ აი თუნდაც იმის გამო უნდა შევიდე მე აქტიურ პოლიტიკაში და გადავდოთ თავი და ამ მექანიზმს როგორ შევდივართ ამას და რას ვაპირებ და როგორ მეორე ნაწილში შევეცდები, მანამდე მინდა გაჩვენოთ თქვენ მე ერთი ესე იგი ინტერვიუ, რომელიც მე 2000 წელში მივეცი ინგა გრიგოლიას. მადლობა სტუდია პიკასოს. ამას პირველი არხი მალავს ამას ყველაფერს. ქუთაისის ტელევიზია რიონი დაწვეს, რომ ყველა ის გამოსვლა, რომელიც იყო ჩემი იქ, ყველაფერი დაწვეს, მაგრამ აქა-იქ როგორც ჩანს პოულობენ ამას. მე მივმართე 1000 გზის ალბათონ გრიგოლიას, რომ აი ჩვენი კამათი რომ იყო მიხეილ სააკაშვილიდან გამოიტანეთ ის სრულად, არ გამოაქვთ ეს. ან ვეუბნებით იმას, რომ პარლამენტში 2 გამოსვლა გამოიტანეთ, რომ ხალხმა დაინახოს, მე რა პოზიცია მეჭირა, მაგრამ ეს არ აწყობთ. ეხლა იკითხავთ რატო არ აწყობთ? მიხეილ სააკაშვილის დროს თქვენ მისი წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა გინახავთ? ან ვინმეს გაუბედავს, რო ეთქვა პრეზიდენტო ასე ხომ არ ჯობს? არა. ბიძინა ივანიშვილის ეპოქაში, ამას თუ ეპოქა ქვია, ეპოქაში თქვენ გინახავთ
რომ ვინმე გამოსულიყოს მისი შემადგენლობიდან, აი ვთქვათ, მინისტრი, გუბერნატორი, მერი და ეთქვას, რომ ასე ხომ არ აჯობებდა, კრიტიკაზე არ არის ლაპარაკი. აი მე ამ გადაცემას ვაკეთებ იმიტომ, რომ არა მარტო იმიტომ, რომ აი ვთქვათ, მე ასე გაბედულად გამოვედი, არა, მე ამაზე უფრო გაბედული გამოსვლები მქონდა. და თავრობის ხომაზე და პირდაპირ არა ინტერვიუებში და აი მაშინ როდესაც ამერიკის ელჩი ესრებოდა და ამერიკის ელჩმა იმის გამო რომ დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგია ჩავთე რომელიც გამორთო ესე იგი ხალხოსდულმა გუნდმა მოქალაქეთა კავშირის და რომ ჩავთე ის პრაქტიკულად ამერიკის ელჩმა ჩემი დაპატიმრება მოითხოვა და მე დაუპირისპირდი ამერიკის ელს თავრობის ხომაზე საქვთ იქ გამოიტანონ ესენი ყველაფერი და აჩვენონ ხალხს მოსახლეობას და მაშინ დარწმუნდებიან იმაში რომ ის პიროვნება რომელიც ასე იბრძოდა მაშინ არა აქვს დღეს უფლება რომ გაჩერდეს და აღარ არის უკვე საკმარისი ის რომ პროგრამები შევადგინეთ აღარ არის უკვე საკმარისი ის რომ აი ვთქვათ მოწოდებები გავაკეთეთ ჩვენ უგზავნეთ და უგზავნეთ წერილები უგზავნეთ და უგზავნეთ კეთილგანწყობილი წერილები ვინ აწერდა ამ წერილებს წერს მერაბ ბერძენიშვილი ესე იგი რეზო ჩხეიძე ანზორ ერქომაიშვილი რომან რურუატ არიელ ხარხელაური ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი უყურადღებოთა ამ 2005 წლიდან მოყოლებული ანუ 20 წლის განმავლობაში 10-15 წერილია პირველი პირების სახელზე გაგზავნილი ერთხელ პასუხი არ მიუღიათ მეცნიერებს მეცნიერთა კონგრესს ცნობილ ადამიანებს მერაბ ბერძენიშვილს უარ გაუგზავნი პასუხს ახლა რა უნდა იყოს უარესი აი ეს წიგნი რომელსაც ქვია გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ეს უნიკალური რომელიც შეიქმნა და ყველაფერი თავმოყრილია ამ წიგნში ძალიან ბევრი რამ რომ გაუგზავნეთ და უთხარეთ აქ არის ჩვენი აი პროგრამული ისინი და მოდით დავდგეთ ერთად არა აბსოლუტურად ვისაც ვინც ნახა ის დარწმუნდა ამ იმაში ბევრ სამაგიდოთ აქვს ეს წიგნი და მინახავს არ ერთ და ორ პიროვნებას სახში რომ ისულვარ მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერს იგნორირება გაუკეთა ესე იგი შვა გაკრიფეს და გვითხრეს ვინც აქტიური 15%-ია ჩვენი მხარდამჭერი ხელისუფლება ამბობს ჩვენ იმ ძალასთან ვართ ოპოზიცია ამბობს ვინც ჩვენი აქტიური მხარდამჭერია 7 თუ 10% თუ მეტი ნაკლებია 15%-ზე მეტი არავის არ ყავს ჩვენ იმ ძალასთან ვართ და არჩევნების დროს იმ 70-80-90%-დან გადმოვიბირებთ ვიღაცას ისევ ტყუილებით ჩვენ ეს აღარ უნდა დავუშვათ ამიტომ ლაპარაკი არის დღეს არა იმაზე რომ მე შევდივარ პოლიტიკაში ეს რა იმეს ნიშნავს აქ ლაპარაკი არის გამწევი გუნდის ფორმირებაზე დაახლოებით 20-25-30 40 კაცის იმით თუნდაც 40 კაცი რომ აკლია პარლამენტში შეიძლება ძალიან კარგად თქვა ბატონმა დავით გალეგაშვილმა ამ დღეებში მოდი 41 კაცი შევიკრათ ისეთი და უთხრათ შეიკრას ისეთ თვითონ არაფერი არ უნდა პარლამენტი და არაფერი არ უნდა მას და შეიკრას ისეთი რომ ხალხს უთხრათ აი ვინც არიან იქ ხო აკლიათ აი ასეთი ხალხი აკლიათ ასეთი რა მაგრამ ჩვენ არავის არაფერზე არ უპირისპირდებით ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას იმისთვის რასაც ქვია ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით ხალხში გასვლა და ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამების გატანა ვამბობ იმას რომ თუ ეს პროგრამები მოქმედებაში მოვა საქართველოს მოსახლეობის როგორც მინიმუმ 95% 6 თვეში მაქსიმუმ 6 თვეში მოტივირებული იქნება ანუ მოტივირებული იმით რომ ეკნება მიზანი ამოცანა მის ცხოვრებას მიზანი ეკნება რატომ დგება რისთვის დგება რომ იმუშავებს რამეს მიიღებს თუ არ მიიღებს ამას ქვია მოტივირებული ადამიანი დღეს საქართველოს მოსახლეობის ამ 80% ვინ ჩვაშია ამ ნაწილის 90%-ს არავითარი მოტივაცია არ გააჩნია იმიტომ რომ სამუშაო ადგილი არ არის ვიღაც ოჯახიდან წასულია გარეთ იმფულს შეყურებენ და ესე იგი პრაქტიკულად მათხოვრად ვაქციეთ ის ოჯახები რომლებზეც იდგა ქვეყანა და რომლებზეც უნდა დადგეს მომავალში ეხლა მე ისევ მინდა თქვენ აი ეს რამდენიმე წუთიანი ეს ინტერვიუ ნახოთ და ნახოთ იმ თვალსაზრისითაც რომ აი რაც ვამბობდი მაშინ კრიმინალიზაცია მიდის ქვეყნის თქო 2000 წელში უფრო ადრეც მაგრამ მოდით ეს 2000 წლის ინტერვიუ ამაზე ვილაპარაკოთ რომ ქურდები მართავენ რომ ასე არ შეიძლება გაგზელება შეიცვალა არამე არაფერი გაუარესდა უარესი მდგომარეობა ისევ კრიმინალიზებულია ისევ კორუფცია ისევ დაუცველია ადამიანი და ისევ ქურდები მართავენ ქვეყანას მოისმინეთ ეს და მეორე ნაწილში შემდგომ ზოგიერთ მოსაზრებას და განმარტებას გავაკეთებ კიდე ამ ფილმიდან გამომდინარე პატივის მცემელი გახდეს ცნობილ ექიმთან, ცნობილ პიროვნებასთან დაახლოება. ეს არ არის მარტივი სიტუაცია და მე მინდა
თქვა რომ ჩემი დღევანდელი გამოსვლა წანის განცხადებებით რომელიც წინა პერიოდში მქონდა ზოგიერთი რამის თაობაზე მე პრეზიდენტი დავახენე საქმის კურსში და ვთვლი რომ დღევანდელი გამოსვლას მე ჩვენ ვამყარებო რომ ძალიან ბევრი უსმენს ამას მე უბრალოდ ხო აკრიტიკებენ როდესაც ორშაბათს რა მოხდა ორშაბათს როცა დამთავრდა არჩევნები ესე იგი ჩვენთან 10-15 პიროვნება ესწრებოდა სხდომა პოლიციის ხელმძღვანელების იქ გვარები დაასახელეს და მე მადლობა მინდა უთხრა გავიდა მე ეს გვარები გარეთ შეშინებული 3-4 სხვადასხვა ჯგუფი ჩამოვიდა გარეთ ეშინიათ უკვე არ გაირკვეს ეხლა მოხდება ეს რომ მომწავლავი ნივთიერება რომ შემოიტანეს საქართველოში აი ნახავთ თქვენ რა ძალები იქნება მის უკან თუ იმას მომწავლავი ნივთიერება უკვე ნავთობს რომ დღეს რომ თავრობის ხმაზე ითქვა 21 ვაგონი თუ რაღაც უდიდეს რა ეს პირველად შემოიტანა ეს ძალიან ბევრი რამ ჯართის ბიზნესი რეალურად აი ვინც უნდა შეეკავოს ჯართის ბიზნესი კრიმინალიზებულია ანუ აეროპორტი არავინ არ იწიწყოს ამ იმაზე თვითმფრინავები და ესენი ამისგან უმძიმესი ძალები დგანან მთელი რიგი დიდი ბიზნესი ხმამაღლა უნდა ვთქვათ ეს მე ვიცი რა დარტყმებს მივიღებ არც ხელისუფლებაში მოეწონება ბევრი იმესეს თქვენ კიდევ ერთხელ მინდა დააკვირდეთ არ პოლიტიკოსების ძალიან ცოტა ნაწილი ლაპარაკობს ამაზე მაგრამ პირად საუბარში ყველა მე ისეთი შტაბ-ბიჭდილება მრჩება რომ ძალიან ბევრი მათთან კავშირშია ეს არის სერიოზული რამ აქ არ არის ეს აქ მარტო რომ ერთი პიროვნება აკრიტიკო როგორც წარმოუდგენიათ თქვათ ეს ხალხი რას აკეთებს ეს ხალხი აკეთებს იმას რომ თქვათ თუ დაიწყეთ წესრიგის დამყარება ქვეყანაში დადგებიან მოწინააღმდეგე ძალასთან იმისათვის რომ დაგამხონ ისევე როგორც ეს მოხდა თქვათ ერთხელ მე მეორედ რაც გაუკეთეს გამსახურდიას გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ქონდა პირველ ეტაპზე თქვათ ხელისუფლების მიმართ როცა ჩამოვიდა ბატონი შევარდნაძე მაგრამ როგორც კი შევარდნაძე ქუთაისში როდესაც იყო 19 ოქტომბერს მე მას ვუთხარი რომ თქვენ ბატონო პრეზიდენტო არ მოგცემენ ამის გაკეთების საშუალებას იმიტომ რომ იმდენად ღრმად არის ეს წარმოვიდგინეთ თქვენ რომ 30 40 50 ლარიანი ხელფასით ხალხი ამას ქვეყანა ხომ უყურებს ცხოვრობს კარგად არ არის ხელისუფლების 90% დღეს ბიზნესია ბიზნესი თქვენი განცხადებით არის ძირითადად კრიმინალიზებული. ყველა დიდი ბიზნესი საქართველოში უმეტესი მაინც არის კრიმინალიზებული. ვიცი რა დარტყმებს მივიღებ, მაგრამ აქედან ის არ იფიქროთ, რომ გამოსვლა შეიძლება. ესენი არიან ეს არის უბრალოდ სერიოზულ ხალხს, ძლიერ ხალხს. არავით არის პრობლემა ამისი. არ ექნება რომ ეს ამას უნდა პოლიტიკური ნება, ამას უნდა ხელისუფლების და უპირველესად თქვათ ხელმძღვანელობის და ხელისუფლების პოლიტიკური ნება მე ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ვიცი ახლა დროში ძალიან შეზღუდული ვარ მაგრამ მე ამ თემასთან დაკავშირებით აი უბრალოდ წინა ის მე არ მინდა არეულობაზე მითხარით თქვენ წერან განა აი მინდა გკითხოთ თქვენ აი როცა დამთავრდა ჩემი გამოსვლა მე იყო ნუ პენსიონერებთან დაკავშირებით მე ვთქვი მაგრამ აი მეორე დეტალი იყო ასეთი რომ რეგიონალიზაციას მხარს უჭერთ მაგრამ პრეზიდენტმა შემოიტანოს დამსხვილება. აი მითხარით თქვენ ქალბატონო ინგა, ვინმე მიქნებ დაგირეკო ტელეფონზე ან საქართველოში იქნებ ტელევიზიით. თქვენ მე ოდნავ მითხრათ ერთმა პიროვნებამ მაინც გითხრათ, რას ნიშნავს დამსხვილება და რომელი ორი რაიონის შეერთება საქართველოში. არ არის ეს არეულობა. ანუ ჩვენ კერპს ვიხდით ხუთს ესე იგი იმის რომ რეგიონალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ტრადიციული წინააღმდეგი ვარ. აი თურმე ორი რაიონი უნდა შევაერთოთ ერთად. საქართველოში ორ სოფელს ვერ მოძებნით დღეს, რომელიც ერთი სახელწოდებით შეიძლება გააერთიანო. ანუ ტელევიზიაში გამოდიან ადამიანები ზოგჯერ არ მინდა თქვენთვის საწყენი იყოს, მაგრამ აი ხშირად ერთხელ ამის წინ გამოსვლა რომ მქონდა თქვენთან ორი პიროვნება იჭდა. მათ ისეთი ტყუილები თქვეს. მე ხო ყველაზე ვსაუბრობდი ერთ მინისტრზე, მეორეზე და მე მათთან მაქვს მეთქე საუბარი. მაგრამ ისეთი ტყუილები თქვეს, ერთ-ერთმა აღნიშნა რომ ინსკირველი ეთანხმება გამოვიდით. მივნახე ბატონი გივი ინსკირველი მივედი მასთან, ტყუილია ჩემთან არავის საუბარი არ ქონია, როცა აი მეორე კიდე ნანა დევდარიანი გახსოვთ. აი ამიტომ თქვენთან დაჯდება პიროვნება, იგი გადმოაგდებს ისეთ რამეს, ვიღაცას მიაყენებს ისეთ შეურაცხყოფას, წვავეთ არ საუბრობს, ხმის დაყენება კარგად ისწავლეთ, ასე მგონი აისწავლეს, მე მგონი ხელზე მოწაუბრობენ, გული არ აქვს და ზოგჯერ უკვირთ რომ ვიღაცა ანერვიულდა, როგორ შეიძლება არ ანერვიულდე როდესაც ადამიანი, თქვათ, ესე იგი, უკადრებელს კადრულობს და რაღაც ისეთ რამეს გაბრალებს. დიდი მადლობა, ბატონო თემურ. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ძალიან ხშირად გაისმის ხოლმე ასეთი განცხადებები, რომ აი ჩვენს ეთერში ადამიანები ძდებიან, რომელიც რაღაც უკადრებელს კადრულობენ. ჩვენს ეთერში ძალიან ხშირად, მოდით მე როგორც ჟურნალისტი შეიძლება ცოტა ხმამაღალია ჩემ მხრიდან ამის განცხადება, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ადამიანების ლუსტრაცია. ჩვენ ადამიანებს მაყურებელს ვაჩვენებთ იმ ხალხს, ვინც ხელისუფლებაშია, ვინც პოლიტიკაშია. ხალხი თავადვე აირჩევს, ვინ უნდა მიიღოს და ვინ არა. მე ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. ასოციაციასთან დაკავშირებით სულად გეთანხმებით. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. მაშასე, როგორც ჩვენ გავიგეთ, თემურ შაშიაშვილს საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება აქვს
შავ სამყაროსთან ქუთაისში. და როგორც თავადვე მოისმინეთ, მათ ფიზიკური ლიკვიდაციითაც დამუქრებიან. თქვენ უსმენთ იმერეთის გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს, რეკლამის შემდეგ კი თემა ვინდა რატომ დაარბია თავისუფლების ინსტიტუტი, რომლის რამდენიმე წევრი სასტიკადაა ნაცემი. ისინი პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებასთან. რადგან დავმალე. ესე იგი, ალიანსში ვარ საგადასახადოსთან, რადგან ალიანსში ვარ საგადასახადო, ალიანსში ვარ კრიმინალთან და მესამე არის ბიუჯეტს რომ ვაზდებ. ზუსტად 1 მილიარდი შემოდის ბიუჯეტში და 2 მილიარდი ექსპერტული გათვლებით შევა გარეთ. ეს არის სერიოზული რამ, რომელსაც ძალიან დიდი ხანია. თუნდაც მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც საუბარია დაბალი ხელფასი, ყველა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მე არ ვსაუბრობ მარტო აღმასრულებელზე, ნუ გონია ვინმეს რომ ხელისუფლება მარტო აღმასრულებელი ხელისუფლებაა. იქნებ სხვაგან უფრო მეტი რამ ხდება. და ბატონო თემურ, თქვენ წერილში, რომელიც აი გამოქვეყნდა სულ რამოდენიმე დღის წინ, ძალიან საინტერესო მომენტი იყო, პრინციპში ამანაც განაპირობა ის სურვილი თქვენი ეთერში მოწვევის ერთი ასეთი მომენტი. თქვენ ბრძანებთ, რომ ხელისუფლებაში დღეს მოვიდა და პოლიტიკაში ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც წესით, ვისაც არ აქვს უფლება რომ იყოს ხელისუფლებაში. და ეს ხდება ქურდების და კრიმინალების ხელშეწყობით. დღეს თითქმის ბოლო დღეებში აქტიურად სულ მიდის საუბარი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამ სიტყვაზე კრიმინალიზაციაზე მაშინ ვის გულისხმობთ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებში, ვინც აი ამ ქურდების და კრიმინალების მხარდაჭერით არიან მოსული. სამწუხარო ის არის, რომ დღეს საზოგადოებაშიც სამწუხარო განათლებული ადამიანისადმი დამოკიდებულება არის საოცრად მძიმე და რთული. დღეს გაუნათლებელს და ფულიანს მეტი მხარდაჭერა აქვს და ხალხს, რომელიც ამას აკეთებს, მას მომავალი არ აქვს. მე ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ, როდესაც ჭკვიანი კაცი, განათლებული კაცი ეხმარება, იცის ძალიან კარგად კრიმინალს, მაგრამ ეხმარება რომ გახდეს სხვადასხვა ეს პარლამენტი იქნება თუ საკრებულო იქნება მისი წევრი. დღეს იგივე გვარები, ვინც მე გითხარით, თქვენ შეუძლიათ თავიანთ მინისტრებს მიუტანონ სია, როდესაც საკრებულოს არჩევნები იყო თუ სხვაგან, აი როდესაც 10-15 კრიმინალი ქურდი შეგრებილი იყო და თამადობდა ის პიროვნებები, რომლებიც დღეს ზოგიერთი არჩეულია. თამადობდა და იყო შეთანხმება ამაზე, რომ ერთად ვართ და არჩევნებში ვიმარჯვებთ. მე ხო მაგალითები დღესაუბრობ. ვინ არიან ეს ადამიანები? მე მინდა გითხრათ, რომ შესაბამისმა მინისტრებმა მე ამ გვარების დასახელებამ კარგი არაფერი მომიტანა. იმიტომ რომ დავასახელე თავის დროზე ძალიან მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით. პარლამენტში ერთი პიროვნება არავით არის გარკვევა მას არ მოყოლია, არავის უთქვამ ჩემთვის მართალი არ ვარ, დავასახელე თქვენთან გადაცემაში თუ პარლამენტში თუ სხვა გამოსვლაში. რამდენიმე პარლამენტარი და ვთქვი რომ ესენი არიან მძიმე ბიზნესთან დაკავშირებული. ეს იყო ჭიათურაზე, სტაფონის სხვაგან და სხვაგან. ხელისუფლებამ ეს არ გაარკვია, მაგრამ მე რომ მივყევი სასამართლოში ერთ-ერთ ჯგუფს, სადაც ძალიან ბევრი ვინმეა და ალბათ ეს გაირკვევა, როცა დამთავრდება უზენაეს სასამართლოში თუ მათ სარჩელი შეიტანეს, $1,400,000 ფარგლებში მე მოუგე მათ, იმიტომ რომ მართალი ვიყავ. მე არ მქონდა ხელისუფლების იმედი, არ მაქვს პროკურატურაში უშიშროებაში ყველგან მასალები შეტანილია. ესე იგი ეს ხალხი გათავხედებულია და ამ დროს რაღაც დასკვნები არ ეკეთება. მე ავირჩიე მეორე გზა, როდესაც რაღაც დაიწერება, მივმართო სასამართლოს და ვიბრძოლო ამისათვის. მე 15-მდე უკვე სასამართლო და პროკურატურაში დასკვნით მოგებული მაქვს. მაგრამ ეს ხალხი არის, მე რა გავაკრიტიკეთ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც რომ დაასახელა შაშიაშვილმა. ჯვანეს კაცი არ არის მართალი და მოვთხოვოთ მას პასუხი. ან თუ ეს მე მართალი ვარ, მე ხო სხვა რამეს არ ვითხოვ, მე ვითხოვ რომ გაირკვეს ეს საკითხები. არა თუ ეს არამედ ფორმები და მეთოდები შეცვალეს ძალიან ბევრგან, მე ამის გამოიყო რომ წვავი მაგალითი ამ რამდენიმე ხნის წინ ვთქვი და თქვენთან გადაცემაში ზოგიერთი თქვა ეს სხვა ჯგუფები ჩამოყალიბდა. დღეს იგივე უშიშროების ხელმძღვანელი რო გითხარით, ზეგან ერთ-ერთ ბანკში რამდენიმე წლის წინ მიაგნო რომ ყველგან არის ამომენ ხშირად ორი აღრიცხვა აქვს, ერთი რომელსაც სახელმწიფოსთან აკეთებენ ანგარიშს და მეორე რვეულია მეწარმეებს, ვისაც იურიდიული ფიზიკურ პირებს. ეს მეორე რვეული, რომელიც ხელისუფლებამ იცის, მაგრამ ითმენს, ეს არის უბედურება და ამის გამო იკარგება 2 მილიარდი, იცის მეორე სამყარომაც და ამ უშიშროების ხელმძღვანელმა თავის გვარიც კი ნახა, თითქოს ერთ-ერთ ბანკში, მე ვსაუბრობ იმერეთის მხარის უშიშროების ხელმძღვანელზე, რამდენიმე წლის წინ ნახა თავის გვარს, რატომ? იმიტომ რომ ხელმძღვანელებს აწყობდათ ეს, რომ თქვათ აი კრიმინალი ხელისუფლება ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მე მინდა ერთი კითხო თქვენ აი ან და საზოგადოებას მიმართ, როდესაც პოლიციიდან ძალიან ბევრი პროკურატურიდან უშიშროებიდან წავიდა ესე იგი წავიდა პენსიაზე და გახსნა ან რესტორანი, გახსნა ან ვთქვათ რაიმე ადგილი შეკრების ადგილი. თქვენ თუ გინდათ ნახოთ ქურდები დადიან იქ. ვკითხულობ. ადამიანები, რომლებიც მაღალი პოსტებით იყვნენ ადმინისტრაციულ ორგანოებში, წავიდნენ პენსიაზე და ინარჩუნებენ იმ წოდებებს, რომლებიც მათ ადმინისტრაციულ ორგანოებში ჰქონდათ. ისინი როდესაც
თავისთავად ხსნიან რესტორნებს და სხვა რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავის დროზე პოსტებზე როცა იყვნენ ესე იგი ამ ქურდებთან, როდესაც იმ რესტორანს გარდა პრაქტიკულად არცად არ დადიან. აი რა არის დღეს მე კიდევ ერთხელ ანუ თქვენ საუბრობთ იმაზე რომ ხელისუფლების მაღალი პირები აქტიურად თანამშრომლობენ შავ სამყაროსთან? აქტიურად ეს ძალიან ცოტას ნიშნავს და კიდევ უფრო რთულია ეს პრობლემა. და მე ვითხოვ იმას რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დღეს ახლა მძიმე დღეა მე ამ საკითხთან დაკავშირებით ასე იგი არ მინდა კიდევ უფრო მეტი მაგრამ თქვენ სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ ხართ დღეს ეთერში. მე მგონი მე ძალიან წავედ საუბრობ და ვიმეორებ თქვენ რაც თქვით ეს მსუბუქია კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია და ხმამაღლა მინდა გითხრათ რომ პარლამენტში არის პიროვნება რომელიც თავის დროზე ქუთაისში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელად რომ ინიშნებოდა თქვენ რომ არ იფიქროთ ეს არის მე გვარს დაგიწერთ მე თქვენ რომ თქვენ დარწმუნდეთ იმაში რომ მოსწავლეს გვეუბნებით ესე იგი ჩემ ქუთაისში ჩამოვიდა მაღალი თანამდებობა ქონდა და მე ხვეწა დამირეკეს უცხოეთიდან ამ კაცმა პირდაპირ თქვა კრიმინალმა და მომეცი საშუალება რომ ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელად დავნიშნო ეს კაცი ის რომ მოსულიყო პირადად და მას ისეთი ხელმძღვანელი ისეთი ვთქვათ ერთ-ერთი მისი ახლობელი არის პროფესორი და ცნობილი პიროვნება მე არავითარი პრობლემა არ მექნებოდა რომ ამ ადამიანისაც მხარი დამეჭირა მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ ქელასის დირექტორად გითხეთ თქვენ ძალიან ბევრ პიროვნებას ვინ უნდათ ერთხელ მეორედ რატომ შეგანოთ ეს ბატონო თემურ თქვენ საუბრობთ იმაზე რომ მიდის აი ვთქვათ ასეთი ურთიერთობები ხელისუფლებასა და შავ სამყაროს შორის ანუ მაშინ ბრძანეთ ვინ იყო ეს პავლე მე ვამბობ სწორედ იმას რომ ეს არის კონკრეტული ფაქტები რომელიც ცნობილია ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის და პირდაპირ ვამბობ რომ ჩვენ სამხარეო უშიშროების ხელმძღვანელს მე ვთხოვე რომ ჩასულიყო და მინისტრისთვის ყველა ეს საკითხი ეთქვა მე მზად ვარ რომ მათთან ერთად ამ საკითხებზე გარკვევა მოხდეს იმიტომ რომ ჩემთვის მე შემიძლია თქვენ დღესაც მაქვს აი ეს წერილი წამოღებული ერთ რომელიც მივიღე 1-2 წლის წინ და იყო აღწერილი მთელი სისტემა როგორ შემოდიოდა იმერეთში ქუთაისში ნარკოტიკები როგორ იყვნენ აქ ამ საქმეში ჩაბმული როგორც კრიმინალები ასევე პოლიციის წარმომადგენლები დღეს მინდა პირველად ვამბობ ამას ეთერში რომ ეს ისეთი მასალა მივიღე შემეშინდა თანაც არ მინდა შეგეშინდა ფაქტები ისეთი წერიაში შეგეშინდება იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ესეთი რამ ხდება სადაც თქვა გონია რომ ებრძვის ნარკომანიას პიროვნება და თურმე ის არის მთავარი ამ საკითხის მე პირველი ვისთანაც მივედი როგორ შემომთავაზებთ პირველი ვისთანაც მივედი უბრალოდ ეს ფაქტები რომ ნახე იყო უშიშროების საბჭოს მდივანი მაგრამ ვერც გაირკვა ვისთან გაგვიგზელებია შემდგომ ეს საუბარი ეხლა ეს პიროვნება გარდაცვლილია და ვინმე საეჭვოდ ვარ თქვას მე ბატონ გელალობჟანიძეს იგივეს დაუძახე და უთხარი რომ წაიკითხე ეს რა წერია 5 დღის შემდგომ მან დაადასტურა რომ ყველა ეს ფაქტები მართალია თვითონაც ჰქონდათ აღრიცხვაზე და ნუ წარმოიდგინეთ თქვენ რომ მე ადრე რომ გამოვდიოდი და ამას ვეუბნებოდი შესაბამისი პოლიციის ხელმძღვანელებს მაშინ ხდებოდა საუბარი იმას ნუ ეს იცით რა ნუ პოლიტიკოსია რაღაც მე ყველას ასაც ვსაუბრობ თქვენთან თქვენ როგორ გონიათ და როგორი დაშინებებია მე გარეთ მე ამისი მე ამ რამდენიმე დღის წინ რამ დავწერე წერილი თუ რაღაც მოხდება ვისგან იქნებეს და 7 სხვადასხვა ადგილზე არის ანუ თქვენ მიგაჩნიათ რომ თქვენზე რაღაც შეიძლება არა თუ მიმაჩნია პიროვნება რომელიც არჩეული ერთ-ერთი დღეს და ძალიან დიდ პატივს ემე და არ მინდა მას დაელაპარაკა არ მინდა დღეს ვისაუბრო მე კი ასევე შემიძლია რომ დამთავრდება ეს გვარი გითხრათ შემდგომ და ეს იცის თქვა იგივე უშიშროების ხელმძღვანელმა უთხრა თუ ეს კაცი არ გავა ასე იგი შაშიაშვილის სიცოცხლეს საშიშროება კაცი მოვიდა და მითხრა უნდა მოხსნა კანდიდატურა იმიტომ რომ დამირეკეს და მითხრეს რომ საშიშროება ელოდება ამას და ვიღაც რაღაც და ასე შემდგომ ეს არ არის რიგითი მოვლენები და თანაც ეს არ არის რომ თქვენთან ვსაუბრობ ამას პირველად მე ძალიან ბევრი რამ რომელიც მე უბრალოდ მიკვირს იმაზე რომ ზოგჯერ მინისტრებს შეუძლიათ თქვა რომ ჩვენ ამის თაობაზე კურსში არა ვარ ჩვენ მე ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ დღეს ესე იგი იმდენად ღრმად არის შესული და ეს არ არის კიდე ესე იგი ერთი მომენტი რაც არ მინდა გამოვჩეს თქვენ შეგიძლიათ ანალიზი გააკეთოთ ინტერნეტში ამოიღოთ მასალა 1990 წლის ბოლოს ჩემთვის ეს საოცარი ანალიზი აღმოჩნდა ყოფილი საბჭოთა სივრცეში იყო 300-დან 500-მდე კრიმინალი ნუ ან თქვენ წარმოიდგინეთ რა გააკეთეს იმის რომ ავტორიტეტი აი სწორედ სიტყვა რომელიც კარგი იყო ამათ მიიკუთვნეს და მიისაკუთრეს თვით ეს ინტერნეტის მასალებით საუბრობ ახლა რომელიც გავრცელებული არის ოფიციალური ორგანოების მიერ 500-მდე იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გახდა 2000-მდე და კატასტროფულად გაიზარდა ამ ანალიზით ცნობილია რომ 67% ამ ხალხის მოდის კავკასიაზე
ეს ინსტიტუტი არის შექმნილი ძერჟინსკის. ეს არის საბჭოთა ინსტიტუტი. ეს დღეს ყველაზე 46% ყოფილი ამ საბჭოთა სივრცის კრიმინალები მოდის საქართველოს. თანაც იქ იცით როგორ არის მინიშნებული. მეგრელები ცალკეა გამოყოფილი. არ შეყავთ. 33% რუსი წერია, 32% ქართველი, მეგრელიც არ წერია გარკვეული პროცენტი და აფხაზეთიდან გარკვეული პროცენტი. ამანალის რომ წაიკითხავთ, უკვე აშკარად ხვდები, რომელ ქვეყნებში აქვს, სადაც რუსული არსად არ არის ეს ქურდული ინსტიტუტი, ყველაზე ძლიერია კავკასიაში. ანუ ბატონო თემურ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე ისე გავიგე, რომ თქვენზე შესაძლებელია განხორციელდეს რაღაც არა, მე ისეთიანით არ ვლაპარაკობ. და თქვენ საუბრობთ, რომ ეს შესაძლებელია მოდიოდეს შავი სამყაროდან. მე იმდენი პიროვნება საუბრობს აი ამ ტერაქტებზე ბოლო პერიოდში, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე სასაცილოდ მიმაჩნია, მე რო თქვენ ზოგიერთი რამ გაჩვენებთ, კაცი იმიტომ ხარ, რომ ამაზე ზედმეტად არის საუბარი, ამას არ ვლაპარაკობ. ჩემზე ტერაქტი არ არის თავარი. მე ვიმეორებ, ეს არის ტერაქტი სახელმწიფოზე, როდესაც ქუთაისელი, ქართველი, თანაც 4 ჯგუფია გამოყოფილი, ქუთაისური ჯგუფი ყველაზე ძლიერია ინტერნეტში წერია. თბილისური ჯგუფია შემდგომიო, სამეგრელო ჯგუფი და აფხაზური ჯგუფიო. ჯერ ნახეთ თვითონ ეს 4 როგორ არის დაპირისპირება თბილისი, ქუთაისი, სამეგრელო, აფხაზეთი და თანაც წერია რომ ყველაზე ძლიერი ჯგუფი არის თქვათ აი ამ შემთხვევაში ქუთაისის ჯგუფი. ეს არის დღეს ტერაქტი არის სახელმწიფოზე, იმით რომ ძალიან სერიოზული სპეცსამსახურები ამათ აცხოვრებენ საუცხოო პირობებში მოსკოვში, რუსეთში და ეს ხალხი არის გამოყენებული იმისათვის კრიმინალიზაცია რატომ ხდება ხელისუფლების. მე ერთ-ერთმა დიდმა პიროვნებამ, როცა დამთავრდება ამასაც გეტყვით, გაგიკვირდებათ, როცა ეს მაგალითები უთხარი, ასეთი რამ თქვა, რომ მე რომ მოვდიოდი მოსკოვიდან, მაშინ მითხრეს, რომ მოგეხმარებით, რომ აინც საქართველოში არეულობაა და 4 კაციდან, რომელიც გამოაყოლეს, 2 ცნობილი ქურდი იყო თუმენდაცვაში. ეს თქვენ ეს არ არის უბრალო მომენტი. მე ამ საკითხზე საუბრობ, მე ეს ხალხი მეცოდება კიდევაც, მათ გაცნობიერებული არა აქვს დღეს, რომ ეს ინსტიტუტი გამოყენებულია სახელმწიფოში კრიმინალიზაციისათვის, გამოყენებულია იმისათვის, რომ როდესაც დაჭირდება და არჩევნების დროს მე ასეთი სიმრავლე ამ ხალხის აღარ აჩერებენ მათ უკვე იმ ქალაქებსა და რაიონებში ანუ პოლიტიკაში ერევიან. რა თქმა უნდა, დავალებით, ის არ გააჩერებენ. ბოლო დღეებში მიდის ძალიან აქტიური საუბარი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენი ნებართვით იმაზე, ხომ არ იგეგმება საქართველოში რაღაც დესტაბილიზაცია, იგივე ვთქვათ კრიმინალების გამოყენებით. კრიმინალიზაცია, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას. მე მაინტერესებს აი ბოლო დღეების განვითარებული მოვლენების ფონზე თქვენი დღევანდელი განცხადებები რამდენად ურთიერთკავშირში შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, შეგიძლიათ არა. ნუ ასევე შეიძლება ბევრმა ტელემაყურებელმა. გამსახურდიას წინააღმდეგ ესე იგი ჯერ ერთი მანამდე, როდესაც გაიმარჯვა მან, ოქ ჩვენ ქუთაისში სამეფო კომპლექსში, როდესაც ესე იგი თბილისიდან ჩასულ პოლიტიკოსებთან ერთად დიდი ცეკვა თამაში რომ იყო სამეფო კომპლექსში, ცნობილი რამდენიმე კრიმინალი იქ იყო. გამსახურდიას წინააღმდეგ ყველაზე კარგად გამოიყენეს ეს ინსტიტუტი. იქამდე რომ წერალმა დავით კვიცარიძემ, როდესაც თქვა სამხედრო გადატრიალება მოხდა, დამირეკა და მითხრა რომ ამბობენ აქეთ მოდიხარ და არ წამოხვიდე ისეთი ხალხი ჩამოვიდაო, რომ უბედურება იქნება თუ თქვა აი ესეთი თქვენ დღეს რა ეჭვეპარება იმას რომ აფხაზეთის ომმა შეაერთა კრიმინალები და ხელისუფლების და სხვა წარმომადგენლები, იგივე ომმა რომელიც ქვეყანაში იყო, იმ ომმა რომელიც მოხდა შიგა ომი იყო თუ აფხაზეთის, ისეთი უბედურება მოუტანა ქვეყანას, ისეთი გამთლიანება გააკეთა კრიმინალებისა და სახელისუფლება წარმომადგენლების, რომ მართლაც დიდი ჭკუა ჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ როგორმე ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ბატონო თემურ, უკაცრავად თქვენ ეს ინფორმაციები, რომელიც ძალიან სერიოზულია, როგორც ახლა ირკვევა პირდაპირ ეთერში, მიაწოდეთ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს მინისტრებს უშუალოდ აქვს თუ არა თქვენს მიერ ეს ინფორმაცია მიწოდეთ. როგორც վել, ასევე ახალ ხელმძღვანელებთან თელ რიგ პრობლემებზე კიდევ უფრო მწვავედ და სხვასთანაც ამ საკითხებზე საუბარი მქონდა, იმიტომ რომ ხელი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემას ვხედავ მე დღეს, აი რომ შემოყავთ ხალხი იძულებულს ხდიან რომ ჩაერთონ არჩევნებში და ამას სპეცსამსახურები გარედან მოუწოდებენ. კონტრაბანდა არ არის უბრალოდ ვინმეს რომ მოაქვს ფული მოიგოს. კონტრაბანდა ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ქურდულ სამყაროსთან. და იმ შეერთებული აქ ადმინისტრაციული ორგანოების და ხელისუფლებაც ეს აღურიცხაობა. თქვენ პოლიტიკოსები ამაზე რომ არ საუბრობენ. მე ამასაც გეტყვით შემდგომ, როდესაც მამის 40 იყო ჩემთან, ჩვენთან ცხოვრობს ერთი პიროვნება და მე დიდი ხანი 10-15 წელი არ მენახა ის და რომ გავიგე რომ ის იყო მე ვხარ დატოვეთ მეთქი მე არ ვარ ეს მე აბსოლუტურად ვთვლი რომ მათ დამიპატივისცემაც არის ჩადებული იმაში რომ მათ ისეთ რამეს აკეთებინებენ ქვეყნისათვის ეს სირცხვილია და როდესაც გადიოდა გარეთ მითხრა რომ
მე ჩემთან რომ მოვიდა სახშიო პოლიტიკოსი ასე მითხრაო აი თქვენო თემურ შაშიაშვილის ხომ იცნობთ მე გავაკეთე განცხადება თუ ჩვენ პარლამენტში გავიმარჯვებთ თემურ შაშიაშვილი თავრობის თავმჯდომარე იქნება ეს გააკეთა 40 კაცი განცხადება ეს იციან ჩვენმა წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული ორგანოების ვინ იყო ეს პიროვნება თიც გვიქნებს დღეს მე რა უნდა ის პოლიტიკოსი მე რა უნდა გავაკეთო გარდა იმისა რომ მიმართე შესაბამის ორგანოებს და უთხარი რომ ჩემზე თავდასხმა არ არის უბედური ვიღაცა მართლა შეეწირება ამ საქმეს მაგრამ გამოფხიზდება ქვეყანა მაგრამ როდესაც თქვა მთელი რიგი გამარჯვებით გითხოთ კიდევ ერთხელ გესალმებით ბატონებო შოუბას ახალ წელს გილოცავთ თქვენ მოისმინეთ ეს გამოსვლა რომელიც 2000 წელს ეკუთვნის ეხლა იტყვით იმას რომ ასე მძიმე გამოსვლა იყო და მაინც ინტერვიუ იყო 2001 წლის 19 ოქტომბერს ყველაფერი შეკურსულად უკვე თავრობის სთხოვე რომ ჩამოსულიყო თავრობა ჩამოსულიყო ქუთაისში და მთელი რიგი წინააღმდეგობები წარმოადგინეთ ქვეყნის განვითარების და საავტომობილო ქარხანაშიც კი ჩავატარებინეთ სხდომა რომ საავტომობილო ქარხნის მომავალი განსაზღვრულიყო სწორად და მე იყო მესხიშვილის თეატრში შეკრება რომლის უკან წარწერა ასეთი იყო კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ასე ცხოვრება აღარ შეიძლება აი შევანაძემ რომ მითხრა რომ ამას რომ ვკითხულობ ახლა ჯობია უკან მიუბრუნდებოდა ნუ პრაქტიკულად ეწყინა რომ ასე წარწერა იყო მე მას უთხარი რომ მდგომარეობა გაცილებით უარესია თქო მე ხმამაღლა ვამბობ ეს გამოსვლა პირველ არხს აქვს ტელევიზიებს აქვს ქუთაისში როგორც გითხარით ტელეკომპანია რიონი დაწვეს იმიტომ რომ იქ იყო ყველაფერი ეს შენახული გამოიტანონ ის და რა მოხსენება მაქვს იქ გაკეთებული სადაც სრული ანალიზი კეთებს მე კი არ ვაკეთებდი მარტო მე მეცნიერებს ვერტნობოდი მაშინაც და სამწუხარო ის იყო რომ მოსახლეობამ არც იმერეთში სამწუხაროდ ბევრმა ქუთაისშიც და საქართველოში არ მოისმინეს რას ნიშნავს იმას კრიმინალიზაცია მე კარგად იქ უფალმა როგორცაც მათქვევინა რომ ტერაქტი სახელმწიფოზე ტერაქტი საშიში ჩემზე კი არ იყო მაშინ ეს იყო ტერაქტი სახელმწიფოზე რაც ხდებოდა რეალურად დღეს უარესი მდგომარეობაა არ შეიძლება ბიძინა ავანიშვილი ასე გამდიდრებულიყო რუსეთში ქურდების გარეშე გამორიცხული ეს პირდაპირ ვამბობ რუსეთში გამდიდრებული კაცი ქართულ პოლიტიკაში არის კატასტროფა იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლების გარეშე ვერ მდიდრდება და ასე იგი ქურდების მხარდაჭერის გარეშე ვერ მდიდრდება და ქურდები აკონტროლებენ მერე რუსეთში ქართველ ქურდებს იყენებენ ძალიან კარგად და იმიტომ არიან იქ რომ შვენივრად რომ ცხოვრობენ და იქედან გახსოვთ რომ სადღეგრძელოებს ამბობდნენ ჩემსას ააშენა ღმერთმა თემურ შაშიაშვილი რო გამოყარა აქედან ქუთაისიდან იქ მათხოვრები ვიყავით და აქ კრემლიდან ესე 2-3 კილომეტრში სამსართულიან სახლი გვაქვსო აი ეს არის იქ დამოკიდებულება იმიტომ რომ ეს ინსტიტუტი ქურდების ინსტიტუტი ძალიან ძლიერად არის გამოყენებული თქვენ ნახავთ როდესაც დიდი დრო ვინ დადგა რატომ ჩაიშალა ეს ყველაფერი რაც მოხდა და ვინ მოაწყვეს ქურდების ხელით ჩანს ამის უკან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დრო ამას კიდევ უფრო მეტად დაადასტურებს ლაპარაკია 4 რიცხვში თქვენ არ არის პაატა ბურჭულაძე ისეთი მიამიტი პიროვნება რომ შემთხვევით ლაპარაკობდა იმას 8 საათს ეს იქნება უბრალოდ ის გაყიდეს ქურდებმა თავის მანაცნობა ქურდებმაც კი გაყიდეს და ბიძინა ავანიშვილის მხარე დაიჭირეს დღეს საქართველოში არის ქურდების არნახული პარპაში. ქურდების არნახული პარპაში იყო სააკაშვილის დროს. ტყუილია რომ სააკაშვილი ებრძოდა ქურდებს. სააკაშვილი მე აგერ ვამბობ ხმამაღლა სპონსლე ეს იყო პრეზიდენტი ესე იგი პარლამენტის საფრანგეთის. როდესაც მე მასთან მქონდა შეხვედრა 96 წელში და ეს შეხვედრა ახლა ჩემი სტატუსი ქალაქის მერის არ იყო საკმარისი რომ მე შეხვედროდი პარლამენტის თავმჯდომარეს ამიტომ ერთ-ერთი საქართველოსთან მეგობრობის პარლამენტართა ხელმძღვანელის ოთახში მოხდა ეს ვითომ შემთხვევით შემოვიდა სპონსლე იქ ჩვენი 2 საათიანი საუბარი გაიმართა პიროვნება ორი ცოცხალია ვინც დღეს აი მას რა ბატონი გოჩა ჩოგოვაძე არ არის მაგრამ არის ძალიან ბევრი თქვათ ბატონი ძოწენიძე რომელიც ესრებოდა მას რა მითხრა მე სპონსლე მითხრა მე გაუცებული ვარ რომ ქართველი პოლიტიკოსები ჩამოდიან პარიზში და ქურდებთან არიან და ამისახელა გვარები ონიანით მოყოლებული ყველა სპონსლემ ქურდებთან აქვს კავშირიო და ამისახელა სააკაშვილიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბატონებო თქვენ აი მიამიტური გახდა მიამიტი ადამიანია ცოდვა და საზოგადოება გახდა მიამიტი ამ ქვეყანაში
და გონია და გაბედა ვინმე მას ერთი მაჩვენოს ან სააკაშვილმა ვინმე მაჩვენოს აი იმ პერიოდში როდესაც მე გამოდიოდი ანალოგიური ან მზიახლოებული მასთან გამოსვლა ერთი ვინმე მაჩვენოს მე იყო როდესაც ოპოზიციაში ჩაუდგნენ მე არ ვიყავი ოპოზიციაში მე ვითხოვდი რომ შევარდნაძეს შეეცვალა სიტუაცია მაგრამ ვერ შეძლო და ვეუბნებოდი რკალში ხარ თუ ამ რკალს ვერ გაარღვევ და ხალხთან არ წახვალ არარაობა დარჩება შენი პრეზიდენტობის პერიოდი თქო ვერ გაარღვია რკალი შევარდნაძემ და არარაობად იქცა მისი პრეზიდენტობის პერიოდი და რკალში იყო სააკაშვილი ვერ გაარღვია მან რკალშია ბიძინავანიშვილი ეჭვმეპარება რო გაარღვიოს როგორ გაარღვევს მე პირდაპირ გეუბნებით უმძიმეს რამეს ვამბობ ახლა კახა კალაძის სახლში კიევში სადაც ცხოვრობდა იქ იმართებოდა ქურდები რომ ეძახიან სხადნიაკს შეკრებები იქ იმართებოდა აი იმ სახლში და ესენი ყველანი ამ ხალხთან არიან დაკავშირებული და შემთხვევით არ მომხდარა კიდე იტალიაშიც და ასე შემდგომ და წარმოიდგინეთ რომ იტალიის პრეზიდენტთანაც კი ჰქონდათ ქართველ ქურდებს ურთიერთობა და იმათ გაუწიეს რეკომენდაცია ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უარესია ვიდრე ჩვენ ეს არ მოგვიდგენია მე როცა ვამბობ რომ უბრუნდები ამ იმაში პოლიტიკაში მე მოვდივარ გაბედულებით თუ რაიმე შემემთხვევა და თუ რაიმე მოხდება ჩემს წინააღმდეგ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება სწორედ ამ ბინძური ძალებით ქურდი არ არის საშიში საშიშია პოლიტიკოსისა და ქურდის ერთობა ქურდი ყოველთვის იყო და იქნება მაგრამ პოლიტიკოსი და ქურდი არ უნდა შეერთდნენ მე რა უთხრა იმ პოლიტიკოს რომელიც ქურდებთანაა კავშირში და მე რა უთხრა იმ ქურდს რომელიც პოლიტიკოსებთანაა კავშირში ესაა ჩემი ფორმულა და ნამდვილი ვინც არის ქურდი ის მართლა ამბობს იმას რომ რას ერჩით ამ კაცს ორს გვეუბნებაო მე ხმამაღლა მინდა თქვა დღეს გავაკეთო და ეს განცხადება ტელევიზიას ვთხოვე და დიდი მადლობა რომ დღეს აღარ გაუშვან შობის წინას აღამოს და 8-ში იქნება გამეორებული ეს გადაცემა იცით რომ სამშაბათის ჩემი ყველა გამოსვლა მეორდება იმავე დღეს 9 საათზე დღეს არ მინდა შობის წინას აღამოს ეს რომ გამეორდეს მაგრამ მე მინდოდა რომ ეს მეთქვა ყველაფერი რომ მივდივარ გელათში მივდივარ გარკვეულწილად იმ დატვირთვით რომ მე გამოვიდი და გულახდილად ქართველ ხალხს საქართველოს მოსახლეობას უთხარი ის რაც გჭირს ჩვენ დღეს კრიმინალიზებულია ყველაფერი საქართველოში კრიმინალიზებულია პარლამენტი კრიმინალიზებულია მთავრობა კრიმინალიზებულია ბიზნესი, კრიმინალიზებულია ყველაფერი ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანას ჭირდება თავგადადებული აი სიცოცხლის ფასად, რომ შეუძლია დადგნენ წესიერებით სავსე ადამიანები ინტელექტით, ენერგიით, გაბედულებით, გამოცდილებით და წესიერებით. ეს ხუთი რამ უნდა შეიკრას ერთმანეთთან. ამას ვეძახით ჩვენი გამწევ ძალას, რომელიც ალბათ ნელ-ნელა ჩამოყალიბდება. მე ეს გამოსვლაც უთხარი ჩვენს მეგობრებს რო გქონდა საუბარი რომ მე ასეთ გამოსვლას გავაკეთებ. იფიქრეთ, ვინ შეშინდებით ნუ შემოხვალთ ამ ჯგუფში. ნუ შემოხვალთ, იმიტომ რომ ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა, ეს იქნება სერიოზული ბრძოლა. ეს იქნება სერიოზული ბრძოლა თუნდაც ივანიშვილის გადასარჩენად. ეს იქნება სერიოზული ბრძოლა თუნდაც სააკაშვილის გადასარჩენად, მაგრამ იმის შემდგომ რაც მოინანიებენ და სინანულით იქნებიან და არა იმით რომ ჩვენ ყველაფერი ავაშენეთ და გავაკეთეთ. თქვენ პოლიტიკა აქციეთ ბიზნესად, პოლიტიკა აქციეთ კრიმინალთა ასპარეზად. იყო ეს შევარდნაძის დროს, გაძლიერდა სააკაშვილის დროს და არ ნახულობ ძიმე მდგომარეობაშია დღეს. რეალობა არის ეგ. აი მე არ მინდა ვინმეს ეთქვა რომ კი, მაგრამ აი ხმაურიანად რო გამოდიოდი მაშინ დალაპარაკობდი. ეხლა რატო ხარ გაჩუმებული? დღეს ვერც ვერავინ არ ვარ გაჩუმებული. ამიტომ ამბობ შევდივარ აქტიურ პოლიტიკაში და ხმამაღლა ვამბობ კიდე რომ აი ერთი ვინმე მითხრას აი რომელიმე სააკაშვილის წინააღმდეგ ასევე მისი გუბერნატორის გამოსვლა ან მიახლოებული ან ის მაინც რომ რჩევას უაკეთებს ან მაჩვენეთ ერთი ოცნების წევრის გამოსვლა ან ბიძინავანიშვილთან ან რომელიმე პრემიერ-მინისტრთან ანალოგიური გამოსვლა რომ აქვს გაკეთებული ეს არ არის უბრალოდ ისე რომ აი ვინმე ხომ გეუბნებით რომ აი ნახეთ გამოიტანეთ მთავრობას მოგმართავ და მოგმართავ პრემიერ-მინისტრო ძალიან ბევრ რამეს ტყუილს ველაპარაკები ხალხს და გეშინია იმისი რომ ვინმესთან დაჯდეს სასაუბრო და მეცნიერების გეშინია და გონიათ რომ პოლიტიკაში ვინც ყავთ მეცნიერები პოლიტიკაში და პარტიაში რომ მეცნიერი შემოაის მეცნიერი აღარ არის უკვე ის პოლიტიზებული ხდება და ხდება თქვენი მხარდამჭერი და ის საშიშია უფრო ქვეყნისთვის იმიტომ რომ განათლებული ადამიანი პარტიაში როდესაც პარტია არ დგას სწორ გზაზე აი ამ შემთხვევაში მეცნიერი ძალიან მძიმე და ცუდ როლს ასრულებს. გამოიტანეთ ის მაილსთან შეხვედრა, მაილსმა რომ ჩემი დაპატიმრება მოითხოვა და რატომ მოითხოვა ეს და რა იყო მაშინ? რატომ იყო და მე ამ დღეებში კიდე ერთ გადაცემას გავიმეორებ, როდესაც ვთქვი რომ ვისაც გიადვილდება თქვენ საუბარი რომ შენ დროს ასე იყო
მაიმ შევთავაზებ კიდე შემდგომ გადაცემაში იმ 15 წუთიან მას რომელიც ვთქვათ ამოღებული იქნა ერთხელ უკვე გავაკეთე ეს გადაცემა რომ თქვისაუბრე იმის თაობაზე რომ თქვენ წარმოვიდგინეთ მე სულ 35-36-27 წელი ნუ ლაპარაკობს რამდენიმე წელი ხო ვიყავით და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ქალაქის ხელმძღვანელი თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ერთ დღეს ქუთაისში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს 100,000 კაცი დარჩა უმშევარი რომელსაც უმაღლესი ჰქონდა მოიშალა ენერგეტიკა, საბანკო სისტემა, საპენსიო სისტემა, აბსოლუტურად ყველაფერი სარკინიგზა, ყველაფერი მოიშალა, გაჩერდა, დადუმდა და ნაცვლად იმისა რომ გამოხვიდეთ კაი ადამიანებო, რას გაუძლო ხალხმა და ძალიან ბევრმა ხელმძღვანელმა რა გადაიტანა თავის იმაზე, ილანძღებით და ლაპარაკობთ. ის არ იყო, რა ქვია, წყალი არ იყო, შუქი არ იყო. საბჭოთა კავშირი დაინგრა და უბედურად გააკეთა ეს გარბაჩოვმა და იმას ჩვენ ვეუბნებოდით რომ დაშალეთ ესე იგი დიმიეცით დამოუკიდებლობა სახელმწიფოებს მაგრამ ეკონომიკური კავშირები წელი არ ჩვენმა ხელმძღვანელობამ არ წინაეს და არც მოსკოვში ხელმძღვანელობა 250 მილიონი მიაბა ესე იგი პრაქტიკულად დატოვეს ყველაფრის გარეშე და თქვენ წარმოიდგინეთ ერთ პატარა ქალაქში 100,000 კაცი და მე ლაპარაკებით დღეს რაღაცას არა მე გაჩვენებ თქვენ რომ როგორი ბრძოლა შეიძლება მე გაჩვენებ თქვენ იმას ას ნიშნავს ჟივლის შარტავას განწყობით ბრძოლა მე გაჩვენებ თქვენ იმას ას ნიშნავს მამუკა სტანიკაშვილი რომელსაც სერიოზული იმით მე გაჩვენებთ იმას ას ნიშნავს ნამდვილი თავდადება ხალხისთვის და ის გამოსვლაც ეს ყველაფერი სწორედ ამის ნიშანია დღეს არ არის ადვილი ამ ხალხზე გამოხვიდე მაშინ როდესაც ბერა შვილი იმისი ქურდებთანაა დაკავშირებული და ნახეთ ერთი რა ხდება საქართველოს სასტუმრო რომ იყო საქართველოს იმის უკვე რა ოფისი აქვს აღებული და ვინ არიან ესენი როგორ იყვნენ თქვენ გონიათ ადვილია ასე გამოსვლა თუ ვისაც გონიათ ადვილია კი ბატონო მაჩვენეთ ერთი თქვენი უფრო მეტი იციან და გითხარით და გიმეორებ და ამით დავასრულებ პარლამენტში არიან ნათლულები კურდების პარლამენტში არიან კურდების მიერ მოყვანილი დეპუტატები და პარლამენტში არიან კურდებთან შეგრული ბიზნესმენები ეს ქვეყანა გინდათ მე მირჩევნია წავიქცე ამ ბრძოლაში დავეცე და ცოცხალი არ ვიყო მაგრამ ამას შევეგუო აი ამ განწყობით მივდივარ დღეს გელათში და ამ განწყობით ვილოცებ და ამ განწყობით ვეტყვი საკუთარ თავს რომ გაიმარჯვე საკუთარ თავზე და თუ შეგიძლია დღეს საქართველოს როგორც არასდროს ისე ჭირდება თარადგომა ღირსებით სავსე ადამიანების და მე საკუთარ თავს მინდა უთხრა დავავალო და შევძახო გელათში რომ იყავი იმ ღირსების მქონე რომ ამ უბედურებას შეებრძოლო თუნდაც იცოდე რომ შეეწირები მაგრად ვიყოთ გილოცავთ ჩობას გილოცავთ ახალწელს სიკეთით ვიყოთ დღეს ეს ამ გადაცემას მე ვაკეთებ 6 რიცხვში დღეს შობა და მივდივარ გელათში გამეორდება 8-ში და Facebook-ზე დაიდება ამ დღეებში ყველა შეგიძლიათ ნახოთ არა ჩვენ შევქმნით გამწევ ძალას ორგანიზატორ ძალას კაცების ძალას ადრე ვამბობდი რომ კაცების პარტია უნდა შეიქმნას ხო კაცების ძალას შევქმნით ახლა რომლებიც არ დაუშვებენ ბიძინა ავანიშვილის ფულის პარპაშს ამ ქვეყანაში და არ დაუშვებენ ოცნების ასე გათავხედებას და თავზე დაჯდომას ხალხისთვის და არ დაუშვებენ არც ნაციონალური მოძრაობის აი იმ თავხედობას რომ უცხოეთში დარბიხართ საქართველოში მივხედოთ ერთმანეთს საერთო ენა მოუძებნოთ და დაანებეთ ბიძინა ავანიშვილისგან ფულის მიღებას თავი და დაანებეთ უცხოეთთან ფულის მიღებას თავი გაანადგურა საქართველო ბიძინა ივანიშვილის მიერ უაზროდ დახარჯულმა ფულმა და ანადგურებს საქართველოს უცხოეთიდან სოროსიდან და სხვა ძალების მიერ შემოტანილი ფული ქვეყანას სჭირდება ნიჭი ძალაუფლება აი ეს გამწევი ძალა იქნება იმისთვის რომ დამთავრდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა ამას უნდა ინტელექტუალური რევოლუცია ჩვენ სწორედ ეს გუნდი ვიქნებით რომელიც ამისთვის ვიბრძოლებთ ვიქნებით ბევრნი კარგი ვიქნებით ცოტა მაინც ვიბრძოლებთ დავჩები მარტო არ შევიცვლი პოზიციას მაგრად იყავით ჩემგან ღალატი არ იქნება